მოგესალმებით რადიო მედიის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და თბილისის დროით ახლა 16 საათი 15 წუთი გახლავთ. ვიწყებთ დიალოგს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილესთან რიმა ბერეძა ჩვენი სტუმარი და მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა მოგზანებისთვის. ჩვენ ქალბატონ რიმასთან ერთად უნდა ვისაუბროთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა სანამ დიალოგს დავიწყებთ, აღნიშნავ რომ თქვენ ჩვენთან სტუდიაში მოხვედით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრიდან, ამიტომ გითხარით რა ფორმატის შეხვედრა იყო და ალბათ საინტერესოა ამ შეხვედრის შინაარსობრივი ნაწილიც და პრინციპში შეიძლება ამას განიხილავდეთ კიდევაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ თითოეულის არჩევნები ახლოს არის ძალიან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ბატონოზასა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან კარგი კითხვა, მართლაც მოვდივარ ჩუღურეთის რაიონიდან. ეს ჩვენი ჩვეული რეჟიმი არა მხოლოდ წინასაარჩევნო. მე როგორც ჩუღურეთის რაიონის პარტიული ორგანიზაციის ქართული ოცნების თავმჯდომარე სისტემატურად შეხება მაქვს მოსახლეობასთან. 2012 წლიდან ჩართული ვარ ამ რაიონის ფაქტიურად მოსახლეობასთან ურთიერთობაში. პირველად ვიყავი როგორც თვითმმართველობის წარმომადგენელი, ორი მოწვევის დეპუტატი, ახლა საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ მთლი თავს მოვალეთ მაინც რომ რადგან მე ამ მოსახლეობამ და ჩვენ გუნდს დაუჭირა მხარი და ძალიან წარმატებულად დაუჭირა მხარი, სისტემატურად მიმაჩნია რომ ჩემი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გააჩნია მოსახლეობას. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა გამოწვეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, რომ ჩუღურეთის რაიონი არის ძველი რაიონი, გეოგრაფიულად, ტერასულად მისი მდებარეობაც ისეთია, ზედა და ქვედა ჩუღურეთი, განსაკუთრებულად ჩვენ გვაქვს ამ წუთას ყურადღებას ვამახვილებთ ძველ სახლებზე, ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ძალიან მძიმეა ჩვენს რაიონში და განსაკუთრებით ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ძველი სახლების თემატიკა იმ ბოლო მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტიური გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ყოველთვის პრიორიტეტი იყო და განსაკუთრებით ახლა ამ წინადღებიდან გამომდინარე და ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ გამგეობასთან ერთად ყველა ის ღონისძიება გავატაროთ თბილისის მერიასთან, განვითარების ფონდთან ერთად, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოსახლეობის წინაშე, აუცილებლად მათი მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ შევძლოთ მათი გვერდში დგომა. დიახ. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში მე თვითმმართველობის არჩევნები აღვნიშნე, როდესაც მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე, მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე, ერთის მხრივ არის სამზადისი მმართველი პარტიის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, მეორეს მხრივ ესეც დაპირისპირების საგნად იქცა ოპოზიციურ სივრცეში და საინტერესოა თქვენი ხედვა, თქვენი შეფასება, მით უმეტეს რომ თქვენ უმაღლეს აღმასრულებელ საკანონმდებლო ორგანოსთან და აი მაღალ სივრცეში მოსვლამდე თავად აღნიშნეთ, რომ თვითმმართველობის მნიშვნელოვანი რგოლის ნაწილი იყავით, რომელიც სტრუქტურულად მნიშვნელოვანი მდგენელია ზოგადად მთელი სახელმწიფოებრივი მმართველობითი სტრუქტურისა. აი თქვენი ხედვიდან გამომდინარე, რა ნიშნებს, რა შესაძლებლობებს ხედავთ იმისა, რომ აი ამ თვითმმართველობის სივრცეში არჩევნების ფონზე კიდევ უფრო მკვეთრი გახდეს და ნათელი პოლიტიკური მდგენელისა ქართულ საზოგადოებაში და საერთოდ რამდენად შეიძლება ეს იყოს ერთგვარი გარდამტეხი მომენტი იგივე პოლიტიკური ფიგურანტების ფილტრაციის კუთხით ალბათ არ ვიცი, იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიაშიც ჯერ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებთან მიმართებაში. არჩევნები დანიშნულია და მმართველი პარტია ემზადება. კი ბატონო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იცით რომ და საქართველოს მოსახლეობამ იცით რომ 2025 წლის 4 ოქტომბერი გამოცხადებულია თვითმმართველობის არჩევნების დღედ. და უკვე ფაქტურად საარჩევნო პროცესი 4 აგვისტოს ოფიციალურად გამოცხადება. უახლოეს მომავალ დღეებში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და უკვე შემოსთავაზებს თბილისელებს მერობის კანდიდატს და მე მიმაჩნია რომ ეს კანდიდატი იქნება რა თქმა უნდა თბილისელებზე მორგებული იმ გამოწვევებით, რა გამოწვევებიც აქვს თითოეულ ჩვენთაგან ქალაქ თბილისში. ეს იქნება მრავალი კულტურული ღონისძიება, ეს იქნება მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს იქნება სოციალური პროექტი, ეს იქნება სპორტი, ახალგაზრდობა, განათლება და ასე შემდეგ. და მინდა გითხრათ, რომ სწორედ აი ამ 10-15 დღის განმავლობაში რამდენიმე პრეზენტაცია ჰქონდა ქალაქის მერს იმასთან დაკავშირებით, რა გააკეთა მან ამ 4 წლის განმავლობაში და ფაქტიურად თბილისელებს ყველა მიმართულებით ჩააბარა ანგარიში. რაც შეეხება იმ თვითმმართველობის არჩევნებს და მის პოლიტიკურ მდგენელს ზოგადად
დღევანდელ მოცემულობაში, რომელიც ფაქტიურად არსებობს ჩვენ საზოგადოებაში და არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, მე დაგეთანხმებით იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც თვითმმართველობის არჩევნები არის ის არჩევნები, რომელიც პირდაპირ უშუალოდ არის ადამიანებთან ბმაში. ეს არის იმ საკითხების პრობლემატიკის მოგვარება, რომელიც უწევს თვითონ თვითმმართველობაში მოსულ ადამიანს, მასთან ადამიანის გვერდში დგომა, იმ პრობლემების გვერდში დგომა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის წინაშე. და სწორედ მუნიციპალიტეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან იწყება ყველა იმ საკითხის, კეთილდღეობის საკითხის, ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს აწუხებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 64 მუნიციპალიტეტი და 64-ვე მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ამ კუთხით უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენ მუშაობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ მე მართლაც ვიყავი 2 მოწვევის თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ეს იყო ჩემთვის უზარმაზარი გამოწვევა, რადგან არ არსებობს ჩუღურეთის რაიონში ოჯახი, არ არსებობს ქუჩა, შესახვევი, საცხოვრებელი სახლი თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ არ ვიცოდე მათი პრობლემები. აი ამ ურთიერთობამ მომცა იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ მე ყველა ადამიანთან ვიყო ახლოს, ყოველდღიურად ვარ მათთან კონტაქტში და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათი პრობლემები მოვაგორო. ეს არის თვითმმართველობა. რაც შეეხება პოლიტიკურ წილში თქვენ დასმულ კითხვას, მის განხილვას, მართლაც ოპოზიციური პარტიები და სხვათა შორის გარე ძალები ფიქრობენ, ცდილობენ მაქსიმალურად იმას, რომ მოხდეს ჩარევა, ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, არეულობა ამ ქვეყანაში, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ შედგეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა განაცხადი ერთობლიობით, ეს არის ხაზარაძის პარტია და ეს არის გახარიას პარტია, რომელიც ცდილობენ, რომ გააკეთონ ერთმანეთთან კოალიცია და მოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა აქვე გეტყვით იმასაც, რომ ორმა ლიდერმა, რომლებიც უნდა ყოფილიყო ხალხის გვერდზე, ამ მომრჩევლების გვერდზე, ერთი წავიდა ბრიუსელში და მეორე წავიდა თავისი ნებით ციხეში. ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს არის სწორი ანალიზი. როცა ხარ პარტიის ლიდერი, აუცილებლად უნდა იყო ხალხის გვერდზე, რადგან ხალხის პრობლემები მოისმინო და ხალხთან ერთად გადაწყვიტო, შენ თუ გჭირდება გამარჯვება და გინდა ხელისუფლებაში მოსვლა. არჩევანი რა იყო ხაზარაძის, მოსულიყო საგამოძიებო კომისიაზე და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით გაეცა პასუხი. მან რა თქმა უნდა ეს არ მოისურვა და წავიდა ციხეში 7 თვის განმავლობაში და იქედან მოძღვრავს თავის პარტიას თუ როგორ უნდა ჩაატაროს არჩევნები. მათი გზა და მათი არჩევანი მისი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ როცა დღეს ამბიცია გაგდა, დღეს აკრიტიკებ ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ ის არ მიდის სწორ გზით, ის არ აკეთებს სწორ გადაწყვეტილებას, ამას რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობა მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ისე როგორც მრავალი არჩევნები მოგვიგია ჩვენ და რატო? რადგან საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან ბრძენი, ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც თვლის თვითონ და სწორედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით თვითმმართველობაში ხალხი აკეთებს შეფასებას. მე მოგიტანთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს. 9 ჯერ ვიყავი ჩუღურეთის რაიონული შტაბის თავმჯდომარე. 9-ვე შემთხვევაში გამოდიოდი თბილისის მასშტაბით პირველ ადგილზე ან მეორე ადგილზე ჩვენი შედეგებით. და რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ჩუღურეთის რაიონი ძველი რაიონია, სოციალურად ძალიან ბევრი ამომრჩეველი მყავს. მყავს 3500 დევნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ხედავდა თვითონ ამომრჩეველი ჩვენს დამოკიდებულებას, ზრუნვას, კეთილდღეობას, გვერდში დგომას და ნდობას, ყველაზე მთავარი პრინციპი ჩემთვის არის ის, რომ ადამიანები გვენდობიან, ჩვენთან მოდიან, მათ სჯერათ ჩვენი, რადგან როცა რაღაცას ვპირდები და სიტყვას ვეუბნები, ის სიტყვა ყოველთვის სრულდება. ეს არის გამოწვევა და მიმაჩნია, რომ ჩვენ ქართული ოცნება, როცა 4 აგვისტოს გამოცხადდება ოფიციალურად საარჩევნო პროცესი, ფაქტიურად ჩვენ საარჩევნო პროცესი დაწყებული გვაქვს, მიმაჩნია, რომ 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება გაიმარჯვებს. რატომ გაიმარჯვებს? გვეყოლება ღირსეული კანდიდატები, გვეყოლება ის ადამიანები, რომლებიც მორგებული იქნებიან ადამიანების კეთილდღეობაზე და განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას სჭირდება, იმ პროგრამებზე, რომელიც ადამიანებს სჭირდება და მიმაჩნია, რომ არჩევანი ამ შემთხვევაში სწორი გაკეთდება. ბოლო პერიოდის გარკვეული თითქოს ისტორიული მომენტი ხდება თუ განმეორება, ახლოვდება შემოდგომა და კვლავ აქტიურდება ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის ელემენტები, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია, იმოქმედებს, არ იმოქმედებს,
ნუ გასაგებია შემოდგომამდე კიდევ დროა, მაგრამ ეს უკვე განსჯის საგანია. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადება მედიასთან გაკეთებული, სადაც აღნიშნა, რომ პირადადაც მზად არის ჩავიდეს ბრიუსელში და შეხვდეს ნებისმიერ ევროსტრუქტურის ხელმძღვანელს, ევროკომისარზე იყო საუბარი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და მაგრამ ამბობს, რომ დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა იქიდან პასუხი რაღაც ბიუროკრატიული, ამაზე იყო აქცენტი და ითქვა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ შეიძლება საკუთარ თავს უყურებს როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენ მანამდე მოვისმინეთ და ვნახეთ, იყო ესეც პოლიტიკური შეფასების საგანი, საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპული სახელმწიფოების წერილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილი და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ გვაქვს არჩევნები. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და კიდევ ერთი დეტალი, ისევე უთო ოდირის თემა და ახლა სხვა ტიპის კრიტიკა მოვისმინეთ, რატომ არ ვიწევთ მათ არჩევნებზე დასაბრუნებლად. თუმცა მაშინ არ ცნობდნენ. დიახ, ხო, და არის ის მოცემულობა, როდესაც წინა არჩევნების შესახებ მათი დასკვნა იყო, ნუ არც მწვადი დაიწოდა, არც ჩამფული, როგორც ითქმის ხოლმე. შიდა პოლიტიკური პროცესები, რა თქმა უნდა, ერთგვარი ანარეკლი და გამოძახილია გარე მოვლენებისა. აი ამ მხრივ ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ ცალკე მნიშვნელოვანი მდგენელია ამ ყველაფრისა და ამ ჭრილში როგორ იქნება თქვენი შეხედულება, თქვენი შეფასება პროცესებისა. დიდი მადლობა ამ კითხვისათვის, იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად აი ამ პროცესებით ვცხოვრობთ ჩვენ ამ ვითარებაში ქვეყანაში. მე ცოტა მოკლე ექსკურსი უნდა გავაკეთო. დღეს ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის თავმჯდომარემ, ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური საბჭოს განცხადება, გააკეთა გადაწყვეტილება და განსაკუთრებით როდის დაიძაბა სიტუაცია. სიტუაცია დაიძაბა ფაქტობრივად უკრაინის ომის დაწყების პერიოდში. ისმის კითხვა, რა არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში, მე ჩამოვთვლი რა გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ფაქტობრივად დავეხმარეთ უკრაინას რაც შეგვიძლია. მივიღეთ დევნილები, გავხსენით საბავშვო ბაღები, გავხსენით სკოლები. დავეხმარეთ ჰუმანიტარული ტვირთით. დავეხმარეთ რაც შეგვეძლო ფაქტურად, მაგრამ არ ჩავერთეთ, ჩვენ არ გავაგზავნით ხალხი უკრაინაში საომრად ფრონტზე, არ გავაგზავნით და ჩვენ ფაქტურად გვადანაშაულებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კავშირში ვიყავით რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ რა თქმა უნდა ფრთხილად ვეკიდებოდით ამ საკითხებს, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენთან აგერ 20 კილომეტრში გორიდან დგას ოკუპანტის ჯარი და შესაძლებელია სრულად რომ ამ ვითარებაში, როცა 20% ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტს აქვს დაკავებული, გამწვავდეს სიტუაცია და ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მოვეკიდეთ. და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ რა ხდება ჩვენ სამეზობლოში და ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება როგორ კარგად და ლამაზად ალაგებს სიტუაციას, როცა ქვეყანაში არის მთავარი პირობა მშვიდობა, რასაც ჩვენ 2024 წელში მოსახლეობას ვპირდებოდით. ამის შემდეგ აი ამ დამოკიდებულების გამო 2022 წელს ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მადლობაც კი მივიღეთ ერთი პერიოდი. მაგრამ შემდეგ ისმის კითხვა რა არ გააკეთა საქართველოს. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა დღევანდელი დამოკიდებულება. საქართველოს არ გააკეთა ის, რომ როგორც აღნიშნე არ ჩავერთეთ ომში. საქართველოს არ გააკეთა ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. საქართველოს არ გააკეთა ის, რომ ის დებულებები და ის ზეწოლა, რომელიც მოდიოდა ევროპიდან და deep state-დან, რომელიც კარგად გამოჩნდა ტრამპის მოსვლის შემდეგ, ის დირექტივები ჩვენ არ შევასრულეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რომ აი ამ შესრულების შედეგად ქვეყანა დარჩებოდა მშვიდობის ნაწილზე და შესრულების შედეგად აღმოჩნდებოდით იმ ვითარებაში, როგორც აღმოჩნდა სხვა დანარჩენი. ამიტომ ჩვენი გზა იყო მხოლოდ და მხოლოდ მორგებული მშვიდობაზე. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. თუმცა ევროპის ბიუროკრატია ძალიან აქტიურად ერეოდა ჩვენთან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა რაღაცებით გვაშინებდნენ, გვაშანტაჟებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შეფასებები არ გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ერთ მაგალითს მოვიყვან. როცა ჩვენ გამჭირვალობის კანონი მივიღეთ და იცით თქვენ რომ მიდიოდა ასეთი შეფასებები რომ ჩვენ მივიღეთ რუსული კანონი, აი გუშინ წინ მიიღო ანალოგიური კანონი საფრანგეთმა. რამდენი დღის უკან მიიღო თვითონ ინგლისმა და რამდენიმე მსოფლიოს ქვეყანაში ასეთი კანონი არსებობს. რა იყო ეს გამჭირვალობა
გამჭვირვალობის კანონი ბატონზაზე, რომელიც შედგება 5 გვერდისაგან და რამდენიმე პუნქტისაგან. ეს იყო ოჯახური ღირებულებები. ეს იყო LGBT-ს პროპაგანდა რომ არ იყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ის რომ საბავშვო ბაღებში და სკოლებში არ იყოს ამ კუთხით პროპაგანდა. თქვით ის რომ ქალი იყოს ქალი და კაცი იყოს კაცი და მხოლოდ და მხოლოდ ქორწინება ფიქსირდებოდეს ქალისა და მამაკაცის. არ შეეძლოს LGBT პირს შვილის აყვანა და ასე შემდეგ. აი ესეთი საკითხები იყო, რომელიც იყო ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების გამოძახილი და ჩვენი მართლმადიდებლობის, ჩვენი სარწმუნოების, საყრდენის, ჩვენი მთავარი თეზისი და ამოცანა. ის რაც ქართული ოჯახის მენტალობა, ის რომ ქართული ოჯახი არის საფუძველი და საფუძველი ჩვენი ქვეყნის მშენებლობის და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ როგორმე ეს ტრადიციები ჩვენ შეგვენარჩუნებინა. აი ამისათვის გვჯიან ჩვენ. როცა ეს შანტაჟი და მუქარა გავიდა, შემდეგ მოვიდა 2024 წელი და ჩვენ შევძელით რომ ჩაგვეტარებინა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც აცხადებდნენ არალეგიტიმურად და თქვენ წეგან ახსენეთ, რომ სადამკვირვებლო მისია, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში ეუთო ოდირის სახით, ეუთო ოდირმა ჩვენ აბსოლუტურად ერთი რეკომენდაციას კი არ მოგცა უარყოფითი ისეთი, რომელიც არალეგიტიმურს გახდიდა არჩევნებს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. ასეთი იდეაში არ არსებობს და 1,200,000-მდე ადამიანმა საქართველოს ამომრჩეველმა ჩვენ მოგცა ხმა და დაგვიჭირა მხარი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არის თემა ისე, რომ შემოუწყმა პარტიამ, ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა ეს პროცესი, მაგრამ არ შემოვიდნენ პარტიაში. თუმცა, სიები იცით, რომ გახარიას გარდა აბსოლუტურად ყველა პარტიამ ჩახსნა და მიიღო დაფინანსება. ამის შემდეგ, თუ ჩვენ ლეგიტიმური პარტია არა ვარ და პარლამენტი არა ვარ და ლეგიტიმური მთავრობა არა ვარ, თუმცა მინდა გითხრათ ის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აი სწორედ ამ ორგანოებზე მოხდეს ზეწოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში გამოიწონ რყევები, ქვეყანაში გამოიწონ დესტაბილიზაცია, ქვეყანაში მოხდეს ომის პროვოცირება, ქვეყანაში მოხდეს არეულობა და ეს ამ მთავარი მიზეზი და ამოცანა. სწორედ ამ თვითმმართველობის არჩევნების წინ უნდა კიდევ სიტუაციის არევა და ის წერილი, რომელიც თქვენ ახსენეთ 17-მა ევროპულმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ევროკავშირის მაღალმა წარმომადგენელმა, რომელმაც მოაწერეს ხელი, სწორედ პირდაპირ გვეუბნებიან და თითქოს და ვადა მოგცეს, რომ 31 აგვისტომდე თქვენ ეს კანონები უნდა გაიწვიოთ უკან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს კონსტიტუცია და რეგლამენტით გაწერილი არის, რომ პარლამენტი იკრიბება 2 სექტემბერს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ 31 აგვისტომდე უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერიო. თუმცა წერილში რიცხვი არსად არ არის მინიშნებული, ალბათ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარედ აპელირებდა სწორედ ამ დოკუმენტით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს გამოუგზავნეს და გვეუბნებიან, რომ იმ წერილში არსად არ წერია 31 აგვისტო, მაგრამ ზეპირად რა თქმა უნდა ამ რიცხვით აპელირებენ. ჩვენ გავართ მყარად. რატომ გავართ მყარად? ჩვენ გვიჯერა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენს მოსახლეობას ჯერა ჩვენი. თუ იქნება არჩევანი ვიზა ლიბერალიზაციასა და მშვიდობას შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება აირჩევს მშვიდობას. ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც 2017 წელს ჩვენ მივიღეთ, ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ. ჩვენ გვინდა ევროპასთან მეგობრობა, ისე როგორც ევროპას ვჭირდებით ჩვენ. ჩვენი მზაობა, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს დისკუსიაში. ჩვენ დავიწყოთ პროცესები თეთრი ფურცლიდან და ჩვენ ამის მსურველი ვართ. რადგან ამ ქვეყანაში ის გამოწვევა, რომელსაც დღეს ჩვენ გვთავაზობს ბრიუსელი, საქართველოსათვის, ჩვენი ქვეყნისათვის არის მაქსიმალურად მიუღებელი, რადგან არასოდეს საქართველო ვერ იმართებოდა, არ გაიმართება სხვისი ხელდასმით, სხვისი დავალებით, სხვისი შანტაჟით, რადგან ჩვენს ქვეყანას ყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკური სიძლიერე, სამუშაო ადგილების გაზრდა, უმუშევრობის შემცირება, ლარის გამყარება, კეთილდღეობა, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, სკოლების, საბავშვო ბაღების, განათლების სისტემის, ჯანდაცვის სისტემის უფრო მეტი პროგრამებით განხორციელება და უფრო მეტი ხელშეწყობა. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა და მიგვაჩნია, რომ აი ამ მოცემულობით ჩვენ შევინარჩუნებთ და გვეყოფა ნება და გამძლეობა იმისა, რომ აი ეს ზეწოლა, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ ამას გავუძლებთ და აუცილებლად მშვიდობიანად გავივლით კიდევ ერთხელ აი ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე.
გამოდარნება ჩვენ დიალოგის ბოლო ნაწილში კიდევ ერთხელ გავაერთიანებ იმას, რასაც ნაწილ-ნაწილ ისაუბრეთ. ერთი საგარეო პოლიტიკური მდგენელი და პრემიერ-მინისტრის განცხადებაში იყო ასეთი ფრაზაც, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ევროპული ბიუროკრატია თავდასხმის რეჟიმში გადააწყო და ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აპელირებს და ამას ბოლოკოზირად განიხილავენ. ეს გვაქვს ფონად საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე. შიდა პოლიტიკური პროცესები ასევე გრძელდება და ასევე გაგვაჩნია და აქ ყურადღებას გამომახვილებ მაგალითად დღეს ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ სატუსაღოში იმისთვის ვართ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ამიტომ მიმდინარეობს საქმეზე საქმის აღძრის პროცესი გახარიას წინააღმდეგაცო. მეორე მხრივ ეს რომელი ზურაბ ჯაფარიძე ბატონი ბადრი ჯაფარიძე და ამასობაში ჩვენ მოვისმინეთ იგივე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ თუ ვინმე ჩაერთობა არჩევნების პროცესში გამოვიყენებ შეწყალების ბერკეტს და მეორე მხრივ ალბათ ღებულობთ ისეთ სურათს, რომ არჩევნები ასე თუ ისე მაინც ახლოვდება და მაინც ჩატარდება. მეორე მხრივ საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ელემენტები აი ამის ერთობლიობაში, ამ ყველაფერს თუ ერთ პაზლად და ერთ სურათად დავაწყობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის იმის რესურსი, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და გავიაროთ ეს ეტაპიც. ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკითხვა და მე გეტყვით ერთ რამეს, რომ როგორც წინა კითხვის შემთხვევაში აღვნიშნე, ჩვენი გუნდი და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ყველანაირად სიტუაცია პოლიტიკური იქნას დალაგებული და დემოკრატიული პრინციპების გზით გააკეთოს ყველა ის მსვლელობა, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს ძალიან მაღალ დონეზე. ისევ დაუბრუნდები ევთოოდირს. როცა ევთოოდირი მოვიდა ჩვენთან და დაიდო დასკვნა, არცნეს ევთოოდირის გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენ პრეტენზიას გვიყენებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არის ასეთი პრეცედენტი. თორემ ჩვენ ამას განვიხილავთ, მაგრამ ასეთი პრეცედენტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს მოძვეული ასეთი მაღალი დონის ორგანიზაცია, არ განიხილებოდა ზოგადად. მაგრამ ეხლა გვეუბნებიან, რატომ არ იწვევთ ევთოოდირს? როცა რამდენიმე თვის უკან ის არცნეს მისი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები დღეს არიან გახლეჩილი, თუმცა ეს არის ერთი გუნდი, ნაციონალური მოძრაობა. ერთი გუნდი, გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ დანარჩენი 7 პარტია, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ აგერ გახარია და ხაზარაძე ამბობს, მივიღებთ მონაწილეობას. როცა თვითონ გახარია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი ქონა კოალიცია, ამის შემდეგ ის ამბობს, არა ვარ შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან. რას გვეუბნება ეს მაგალითი? ამიტომ ისინი არიან ამათი დანაყოფები, მაგრამ დღეს საზოგადოებას უნდა უთხრან, რომ თითქოს ესენი არიან ახალი პარტიები, არანაირი შეხება არ აქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან თქვენ თვითონ ნახეთ, რომ საგამოძიებო კომისიის მსვლელობის და მუშაობის პერიოდში რას გვეუბნებოდა ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, რას გვიყვებოდა, რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. თითქოს ამის გადაფარვის ფონზე უნდათ რომ ისინი ახალი პარტიები არიან მოცემულობაში, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა მიიღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა ემზადებიან, ისინი აკეთებენ განცხადებას კიდეც რომ ერთად ავართ, მაგრამ რაც შეეხება ქალბატონი სალომეს მონაწილეობას ამ შემთხვევაში, მე ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მოარული ხმები იმასაც ამბობს, რომ ის იქნება ოპოზიციური პარტიებიდან თბილისის მერობის კანდიდატი. ამასაც ამბობს მოარული ხმები. ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ მუშაობთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ აპელირებული მხოლოდ ხალხზე, მხოლოდ ადამიანების კეთილდღეობაზე, მხოლოდ იმაზე, რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ყველაზე მთავარი, ჩვენი არჩევანი ამ შემთხვევაში არის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის და სწორედ ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება და მოწოდება, რომ ის მზადად ის თვითონაც ჩავიდეს ბრიუსელში და მოელაპარაკოს იმ პირებს, ვისენაც საჭიროა გასაუბრება, მზად არის ამისათვის ქვეყანა, რომ ყველაფერი გააკეთოს ყველა დონეზე. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ვთხოვეთ ჩვენ, გახსოვთ ალბათ ჩვენი წერილი, რომ
გითხოვდით, რომ ახალი ფურცლიდან მოხდეს თქვენ გახსოვთ ბაიდენის დამოკიდებულება, გახსოვთ კელი დეგნანის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, როგორ გვექცეოდა, როგორ რას აკეთებდნენ ისინი, როგორ ახალისებდნენ, რა ფული მოდიოდა საქართველოში, რომ პოლარიზებული ყოფილიყო ეს ქვეყანა, საზოგადოება, როგორ ხდებოდა დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მე ყველაფერს ვერ ვახერხებ იმისათვის, დღეს როცა ლაპარაკია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და გვეუბნება ევროპა, რომ არ უნდა მიგვეღო ეს კანონი, თვითონ დღეს ევროპაში დაკარგულია 70 მილიონი ევრო და ეძებენ სად არის ეს თანხა წასული. თვითონ აქვს პრობლემები. თვითონ ბატონი ტრამპი ამბობდა იმას, რომ $1 ფაქტურად 1 ცენტი რჩებოდა მოსახლეობას, დანარჩენი მიდიოდა სხვადასხვა მიზნები და თქვენითით როგორი გადაწყვეტილებები მიიღო მან, რომ არეულობის მოსაწყობა სხვადასხვა ქვეყნებში როგორ მიდიოდა ამერიკიდან შავი ფული. აი სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს გამჭვირვალობის კანონი, იმიტომ რომ ქვეყანაში სწორედ ის ადამიანები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ მოწადინებული იყვნენ იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვიათ, აი ეს გვინდოდა ჩვენ ჩაგვეხსნა და ჩვენ გვინდა რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ნათელი იყოს საქართველოს მოსახლეობა მისთვის, რომ სად იხარჯება თითეული ლარი შემოსული თანხა ჩვენი მოსახლეობისათვის რას ხმარდება, როგორ ხმარდება, რა საჭიროებისათვის ეს მოცემული და როგორ გავანაწილოთ ეს ყველაფერი თითოეულ მოქალაქეზე. როგორც გითხარით, ჩვენი ამოცანა არის მშვიდობა, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული გზით სვლას, ჩვენ გავაგრძელებთ რაც დაუპირდით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ გვჯერა რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეზე. ჩვენ გვენდობა საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ მივავალთ ყველა მუნიციპალიტეტში და ვეტყვით იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებას მიგვაჩნია როგორც გალე პოლიტიკასთან, ისე შიდა პოლიტიკის კუთხით. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. რადიომედის სტუდიაში ჩვენ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს რიმამ ბერაძეს მასპინძლობდით. ჩვენი მასთან დიალოგი რადიომედის Facebook გვერდზე აიტვირთება. დროებით ნახვამდის. მადლობა.